მოწმე იკითხება, თქვენ არ იკითხებით. კითხვა განაგრძობ ბატონო. არა, პრობლემა დაასრულე. მე მომართა ადვოკატი და პასუხი გავეცე. მე პრობლემა არ აქვს, კითხვა ბოლომდე დაასრულე კითხვა და იგული კონტროლი ესე კონტროლი. აი ეს კითხვაც დაისვა. თქვენ თავიდან ჩამოხვედით მონაწილეები, იმებიც გახვედით ერთად ისეფს კაცი. ბატონო ალექსი, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. რატო გარბიხართ? აუ, ეხა აქ არ დამიჯაჯვროთ გადავარდები. ნუ მე გადავარდები ფრთხილად ვიყავი. ადამიანს კითხვა უნდა დავუსვა. არ გცხვენიათ როგორ გააპარეთ ადამიანი კითხვა უნდა დავუსვა. თქვენ აღნიშნეთ რომ ახობაძე არ გიწევდა წინააღმდეგობას. მას ასევე აქვს გადაადგილების პრობლემა. რატომ არ ეცადეთ რომ გადაგეღოთ საგამოძიებო მოქმედება? მან ასევე აღნიშნა რომ თქვენ დნმ-ის აუღეთ თქვენ მუშლით ხელს ადამიანს ნუ მეჯიკავებით. ხო და ნუ ჯიკავ მე და არ გეჭიგავ. მოახდინეთ თუ არა დნმ-ის აღება მისი სხეულიდან. ხელს ნუ მეჯიკავებით მე გეუბნები. არ ხვენიათ? ბატონო შმაკი, აი პირად შეკასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, საქმეში გაქვს თუ არა გამყარებული ნეიტრალური პირის ჩვენება ან ნეიტრალური მტკიცებულება ვიდეო აუდიო, რომელიც დაადასტურებდა მოწმე პოლიციელის ჩვენებას პირად შეკასთან დაკავშირებით. გაქვთ ასეთი რამ თუ არ გაქვთ? მოწმე პოლიციელების ჩვენებები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უშუალოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე სხვა მოწმეების ჩვენებებით. ამ კითხვასთან დაკავშირებით არაერთხელ გიპასუხეთ თქვენ ამ კითხვაზე პასუხი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ გიორგი ახობაძემ ჩაიდგა ბრალად წარადგენილი დანაშაულების ქვეშ. ვიდეო თუ არსებობს? საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ეზახავთ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ასევე კი ადასტურებს კი ბატონო. ჩემი პასუხი ამ დაგვარი მიიღეთ როგორც არის, ნუჩვო დამშვიდი. ასე კარგი. კი ბატონო. ვიდეო ან ნეიტრალური პირი თუ გაქვთ? საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულები, რომლებიც გონულეს სტანდარტით დაადასტურებენ გიორგი ახობაძის მიერ. ხა ბატონო, თუ კითხვას პასუხს მოსმენ არ გინდა, შემიძლია დაგემშვიდობთ. კარგავზანდებთ. ჩხრეკის პროცესთან დაკავშირებით კარგავზანდებთ. ჩხრეკის მინარევას დაასტურებს მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულები დაასტურებულია გიორგი ახობაძე ინახავდა პირად ნარკვევის უშუალებას. კი ბატონო, საქმეზე სანდოობა ამ შემთხვევაში მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებით ადამიანს რვიდანოცლამდე უადო თავისუფლების აღკვეთა ემხრობა და ნეიტრალური მტკიცებულები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის შეკის შანტაჟი. ხალ ბატონო, თუ პასუხის მოსმენ არ გინდათ, შეგვიძლია შევწყვეტ ეს ინტერვიუ. კარგავზანდებთ. ასეა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც მათ თუ არა ხარ და უღირსი ადამიანი. პოლიციელებმა, რომლებმაც თვითონვე დაადასტურეს იციან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომ სასურველია და აუცილებელია მტკიცებულებათა ბაზისთვის ძირითადად ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობა. სრუპატაკის საფუძველზე 5 საათით ადრე იციან, რომ გადიან ჩხრეკაზე, სადაც ნარკოტიკული საშუალება უნდა ამოიღონ, მაგრამ არც ერთი პოლიციელი კითხვასაც არ სვამს, რომ წაიყვანოს ექსპერტ კრიმინალისტი, ვინმე წამოიღოს გადამღების საშუალება, ან თუ თეორიულად ფიქრობენ, რომ რესურსი არ ეყოფათ, დაიმატონ პოლიციელები, რომლებიც არიან მინიმუმ ათეულობით ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში. ყველა პოლიციელი, რომელიც მოდის, თვითონვე აძლევს არსებითად საწინააღმდეგო ინფორმაციას, რომ ეხლაც აქვს მობილური, ატარებს კიდეც და ჩხრეკის პროცესშიც თან ქონდათ მობილური ტელეფონი, მაგრამ რატომღაც ერთმანეთსაც არ დაუსვეს კითხვა და რატომღაც არ გაუჩნდათ სურვილი, რომ ეწარმოებინათ გადაღება. სამი გამომძიებელი, რომელიც ჩხრეკაში იღებს მონაწილეობას და ოქს ავსებს, წარმოუდგენელია, როგორ ვერ უნდა ახერხებდეს ფიზიკური რესურსისთვის დროის გამოძებნას. რაც შეეხება ნეიტრალური მოწმის დასწრებას, ათეულობით მანქანა გადაადგილდება, არც ამას უარყოფენ პოლიციელები, გადაადგილდებოდა სანაპიროზე, თუმცა რატომღაც ეუხერხულა დღეს ესეთი პასუხი გასცა პოლიციელმა, მე არ შემიძლია ესე გავაჩერო და უცხოს ესეთი რაღაცაო კითხო, თუმცა ეს წარმოუდგენელი, საერთოდ აბსურდული რაღაც გითხრა ფაქტობრივად. რაც შეეხება ბიოლოგიურ ექსპერტიზას, დნმ-თან დაკავშირებულ დამთხოვას, გიორგი ახობაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გვაქვს ხელში, რომ იგი გაჩხრიკეს ორჯერ და მათ შორის პირისღრუში, მათ შორის იღლიის ფოსოში და შესაბამისად გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ამ გზით მოხდა მისგან ნიმუშების აღება და იმ ხელთათმანების გადაგდებაც არ მოხდა რეალურად
იმ ადგილზე და ეჭვ გვაქვს ბუნებრივია იმაზე, რომ ხელთათმანებიდან მოხდა გადატანა ამ ნიმუშთან. შესაბამისად, ნეიტრალური მტკიცებულება, ეგრეთ წოდებული, რაზეც მიუთითებს ბრალდების მხარე, ვერ უნდა ჩაითვალოს ნეიტრალური მტკიცებულება და ამაზე ძალიან ბევრი გადაწყვეტილება აქვს, მათ შორის უზენაეს სასამართლოს მიღებული.